Ნიშნება ეს პროცედურა, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ჩაატაროს საერთო სახალხო გამოკითხვა. პლებისციტი რა შეკითხვით? პლებისციტი სურთ თუ არა იგივე პირდაპირ კენჭისყრით აირჩიონ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი. ეგ ერთი შეკითხვა. მეორე შეკითხვა, რომლის ფორმულირებაც მარტივად შეიძლება ჩამოყალიბდეს, არის ის, როგორ უნდა გადანაწილდეს მანდატები. წაიღოს თუ არა, რომ საერთოდ აბსოლუტური ფორმალობა იქნება ისა ყოველთაო განხილვა, რაც წინ გველოდება. სამწუხაროდ იქნება. არც ადრე იყო ეს განხილვა ნორმალურად ჩატარებული. რა თქმა უნდა, მოიყვანენ საკუთარ მომხრეებს და იქ იქნება მშვენიერი ლამაზი განხილვები. მოდის თვითმმართველობის არჩევნები. რეალურად, სადაც დამატებითი ხარჯი არ იქნება საჭირო, დაემატება ერთი ბიულეტენი და პირობას ვდებთ, რომ ჩვენ ყველანაირად, რა თქმა უნდა, დავემორჩილებით და პატივსაცემი იქნება ხალხის არჩევანი, თუ კი ისინი იტყვიან იმას, რომ მათ არ უნდათ პრეზიდენტს არჩევა, კი ბატონო, ჩვენ პირველი აუწევთ ამას ხელს, მაგრამ ძალიან კარგად იცის ბატონმა დავითმაც, რომ ხალხს რო ეუბნები, რომ ეხა თქვენ კი ირჩევთ პრეზიდენტს, მაგრამ ამას 300 ხმოსანი გააკეთებს, ეს უკვე არასერიოზული თემაა. საერთოდ ამას არც ერთი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამ თემით არის დაინტერესებული, არ იყიდის. ეს არის პრობლემა. ბატონო გიორგი, ახლა თქვენ და შემდეგ ბატონი დავითი ისე. ახლა მათი ნება არაერთ გზის იქნა გამოხატული იგივე ივანიშვილის მხრიდან, რომელმაც ერთ-ერთ